პარაპროქტიტი არის სწორნაწლავის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვან-ანთებითი პროცესი. მისი გამომწვევი მიზეზები არის საკმაოდ ბევრი, თუმცა ძირითადი განვითარების მიზეზი არის სწორნაწლავის არხში არსებული ანალური კრიტა, საიდანაც ხდება ბაქტერიული ან განალოვანი მასებით ინფიცირება, რაც შემდგომში პათოლოგიური პროცესის განვითარებას იწვევს. რისკ ჯგუფში არიან პაციენტები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, რაც სწორნაწლავს ეხება, მაგალითად კოლიტი, როგორიც არის კრონის დაავადება, გადატანილი ქირურგიული ჩარევები, გადატანილი პარაპროქტიტები და რომელსაც აქვთ ფისტულები. ეს პათოლოგია ვითარდება იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, როდესაც იმუნოკომპრომენტირებულები არიან და ანთებითი პროცესი ძალიან მარტივად ვითარდება მათში. რაც შეეხება დაავადების სიმპტომატიკას, პირველ დასაწყის სტადიაში ეს არის დისკომფორტი უკანატარის არეში, ხოლო შემდგომში ფეთქავი ტკივილი, რომელიც ძლიერ ტკივილში გადაიზრდება, შემცირნება, ცხელება და შეიძლება პერიოდულად ჩირქოვანი გამონადენიც უკანა ტანის არიდან. როგორც კი პაციენტი იგრძნობს ამ სიმპტომებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს პროქტოლოგს, რათა თავიდან იქნას არიდებული შემდგომი გართულებები და დაავადების გაუარესება. პარაპროქტიტის სადიაგნოსტიკოდ პირველ რიგში აუცილებლად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს, ხოლო დიაგნოსტიკის პირველადი მეთოდი არის გასინჯვა და ვიზუალური დათვალიერება. უფრო ღრმად გავრცელებული პროცესების შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და რექტარული ულტრაბგერითი კვლევაც კი. ნიუ ჰოსპიტალში პარაპროქტიტის მკურნალობა ხდება ტრადიციული ქირურგიული მეთოდით, რაც მოიცავს ჩირქოვანი პროცესის კვეთა დრენირებას. ჩარევა აუცილებლად კეთდება როგორც ზოგადი ან სპინალური ანესთეზიის ქვეშ უმტკივნეულოდ ჩატარებისთვის და პაციენტის შემდგომი რეაბილიტაციის გამარტივების მიზნით. პოსტოპერაციული პერიოდი დამოკიდებული არის ჩარევის მასშტაბზე, თუ რაოდენ დიდი ჭრილობა იქნება ქირურგიული ოპერაციის შემდგომ. პაციენტი ცხოვრების რიტმს უბრუნდება დაახლოებით 2-3 კვირაში, რაც მოიცავს დაავადებისგან სრულ რეაბილიტაციას. რეციდივების რისკი შესაძლებელია იყოს, თუ ქირურგიული ჩარევების შემთხვევაში დარჩა სწორნაწლავის ფისტულა ან რაღაცა ჩირქოვანი პროცესი, რომელიც იყო ძალიან ღრმად. დაავადების თავიდან აცილება მოიცავს კუჭის მოქმედების მოწესრიგებას, ყაბზობისა და შეკრულობის მოწესრიგებას, პირადი ჰიგიენის დაცვას, ქრონიკული პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართვა იგულისხმობს იმას, რომ ნაკლები იქნება ქირურგიული ჩარევის მასშტაბი, რაც უფრო დროულ რეაბილიტაციას უწყობს ხელს.